გამარჯობათ. ეს არის ჩვენი მე-10 გაკვეთილი, რომელშიც ვისწავლით ფოტოკოლაჟის შექმნას ლამაზი ფოტოებისგან. მე მაქვს მომზადებული რამდენიმე ასეთი ფოტო. თქვენც მოამზადეთ 5-6, სურვილის მიხედვით. ჩავკეცავ ისა. შევქმნათ დოკუმენტი. დავხოთ აქ სახელი. გავაკეთოთ 1000 პიქსელი 1000 პიქსელზე და რეზოლუცია 300 პიქსელი სანტიმეტრზე. დავაჭიროთ კლაკ OK-ს. შეგვექმნა ახალი დოკუმენტი, მოდით. განვაცალკევებ. პირველი ფოტო. დავაჭიროთ გადატანის ხელსაწყოს. მივიტანოთ მაუსის მიმგრდებელი ფოტოსთან, დავაჭიროთ მარცხენა რილაქს და თითის აუშვებლად გადმოვიტანოთ ჩვენ ახალ დოკუმენტს. და ეს გადმოვიტანოთ პირველი ფოტო. ეს უკვე გამოყენებული დოკუმენტი აღარ გჭირდება, შეგვიძლია დავხუროთ. ხელი რო არ შეგვიშალოს, აი ეს. დავარეგულიროთ აი ამ გადატანილი ფოტოს სურათები. ხედავთ მონიშნებს აირგვლივ, ესეთ პატარა ოთხკუთხედები, რომელთაც შეგვიძლია ზომების რეგულირება, გაზრდა ან დაპატარავება. მიყავს მაუსის მიმწდებელი, ღებულობს ორმხრივ ისარს, ვაჭერთ Z ამ მაუსზე მარცხენა რილაქს და თითის აუშვებლად ესე ვანიჭებთ სასურველ ზომას. ზომის რეგულირების შემდეგ ობიექტზე ვაწყაბებთ ორჯერ. სწრაფად მარცხენა რილაქს იმისათვის, რომ დაფიქსირდეს შერჩეული ზომები. შემდეგი ფოტო გავხსნათ. იგივე პროცედურა. გადატანის ხელსაწყო არის არჩეული. დავაჭიროთ ფოტოზე მარცხენა რილაქს, თითის აუშვებლად გადმოვიტანოთ ჩვენ დოკუმენტს. გამოყენებული დოკუმენტი დავხუროთ. გადმოვიტანოთ სასურველ ადგილას, მივცეთ ზომაც. დავსვათ აქ. ჯერჯერობით იყოს ასე. დავაწყაფოთ ორჯერ სწრაფად ის. დაფიქსირდეს ზომა. იგივე სტანდარტული პროცედურა, ვაჭერთ. თითის აუშვებლად გადმოგვაქვს. ხურავთ. სურვილის შემთხვევაში უცვლით ზომას. თორემ შეგვიძლია დავტოვოთ ის, რაც არის. ზომების შეცვლა მოგვიანებითაც შეიძლება. შემდეგი სურათი. აი ესე. შევამციროთ ზომა. დავაწყაფოთ ორჯერ სწრაფად, გადმოვიტანოთ სასურველ ადგილას. იგივე პროცედურა გადმოვიტანოთ. ესე ვალაგებთ. ჩვენ სუფთა ფურცელზე ამ ფოტოებს. ყველა ფოტო გადმოვიტანოთ მაგან. ეს დავალაგეთ ფოტოები, მოდით ნახოთ კიდე რისი გაკეთება შეგვიძლია. ჩამოვიტანოთ. შეამოწმეთ იმისათვის, რომ ასეთნაირად ლაიერზე დაჭერით, მოხდეს პირდაპირ ფოტოს გადატანა. უნდა გქონდეთ არჩეული გადატანის ხელსაწყო და უნდა იყოს მონიშნული ავტომონიშნა და ჩარჩოს ჩვენება. აი, რომელ ობიექტსაც მოვნიშნავთ, ავტომატურად გახდება ესეთი ზომების შესაძლებელი ჩარჩო. აი ესეთნაირად დავალაგეთ ჩვენი სურათები. მოდით რამე სტილი გავუკეთოთ ახლა ჩვენ ფოტოებს. დავაწყაფოთ რომელიმე ლაიერზე ორჯერ სწრაფად მარცხენა რილაქს.
გამოვა ჩვენთვის უკვე ცნობილი ფანჯარა, ეს ლაიერის სტილები. მოდით მოვსინჯოთ და შევუქმნათ ჭრდილი. ეს ზომა შეგვიძლია გავზარდოთ. შენოთ. შემოვაყოლოთ ხაზები, ხაზის ფერი. აქ მაგალითად. ესეთი. ღია ფერის. შეგვიძლია უკვე დავაჭიროთ ღილა გოგეს, თქვენ თუ უფრო მეტი სტილის გამოყენება მოგინდებათ, გამოიყენეთ უფრო მეტი. ხედავთ რა, აი ამ სურათზე ესეთი ჩარჩოში ჩაისვა, ღია ცისფერ ჩარჩოში და თან გავგეთდა ჭრდილიც. მოდით ახლა იგივე პროცედურა ყველა ლაიერზე ცალ-ცალკე რო არ ვაკეთოთ, უბრალოდ დავაჭიროთ აი ამ ლაიერზე მარჯვენა ღილაკს და copy layer style. ვაწყაპოთ. ქვედა ლაიერზე ვაჭერთ მარჯვენა ღილაკს, paste layer style. და იგივე პროცედურას ვიმეორებთ ყველა ლაიერისთვის. ესნაირად ხდება ერთველ გაკეთებული სტილის კოპირება და ჩასმა სხვა ლაიერებსაც. ესნაირად ჩავსვი. ყველა ლაიერს. ხედავთ რომ აი ჩვენ ყველა ფოტო ჩაისვა ასეთ ცისფერ ჩარჩოში და გავუკეთოთ ჭრდილი. ასევე შეგვიძლია დავაჭიროთ ღილაკ background-ის ფენას და ჩავასხათ რამე ფერი ან გრადიენტი. დავაჭიროთ გრადიენტის ფერებს ვირჩევთ აი აქ. ავირჩიოთ რომელიმე თქვენ რომელიც მოგეწონებათ ის შეგიძლიათ აირჩიოთ და სწორად გავშალოთ. კოლაჟის შექმნა დამთავრებულია. თქვენ შეგიძლიათ ჩასვათ თქვენთვის ნებისმიერი სასურველი სურათი და გააფორმოთ თქვენთვის ნებისმიერი სასურველი სტილებით. გამშვიდობებით, მომდევნო შეხვედრამდე.